გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ტვინის შარყავითა და ცხვირის მოტეხილობით ბათუმის კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. თავდასხმის ფაქტი გვიან ღამით ბათუმში სასტუმრო შერატონში მოხდა. თავს დაესხნენ გახარიასთან ერთად მყოფ საერთაშორისო გამჭვირვალობის წევრ ზვიად ქორიძესაც. გავრცელებული ინფორმაციით გახარიაზე თავდამსხმელები რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია. თავდამსხმელებს შორის დაუზუსტებელი ინფორმაციით იმყოფებოდა ვარლამ ლიპარტელიანიც. თავდასხმის ადგილზე პოლიცია დაგვიანებით რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა. მაშინ როცა მომსახურე პერსონალს შემთხვევის ადგილი უკვე გასუფთავებული ჰქონდა. მტკიცებულებები კი განადგურებული იყო. გახარიას გუნდის წევრები თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ და ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა გახარიას მისამართით წარსულში გაჟღერებული მუქარა შეასრულა. ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. რა მოხდა ბათუმში და როგორია გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა, თავდასხმის დეტალებით თეა ვაშალომიძე ბათუმიდან შემოგვიერთდება. პირდაპირ ეთერში გისმენთ, თეა. ყოფებით ჩვენ ახლა და მინდა კადრში გაჩვენოთ, რომ ბათუმის შერატონს უკვე ყვითელი ლენტი აღარ აქვს შემოვლი, ეს ყვითელი ლენტი, რომელიც შემთხვევის შემდეგ შემოარტყეს პოლიციელებმა ამის საათის დაგვიანების შემდეგ. ფაქტი ბათუმის შერატონში ღამის საათზე მოხდა. ჩვენ ვესაუბრეთ თვითმხილველ ზვიად ქორიძეს, რომელიც აცხადებს, რომ იგი ბათუმის შერატონში ფოიეში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა გიორგი მანველიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი. იგი თავად გაეცნო ზვიად ქორიძეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი შერატონის ლიფტით ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე ქალბატონთან ერთად და იგი ზვიად ქორიძესთან მივიდა და დაიწყო ნაციონალური მოძრაობის ლანძღვაგინება. ამას ზვიად ქორიძემ პასუხი კი დიმიტრი სამხარაძე ისევ შემოbrunდა ზვიად ქორიძესთან და უკვე უშუალოდ პირადად დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფები ზვიად ქორიძის მისამართით და როგორც ზვიად ქორიძე ყვება, მას მოხდა რაღაც ნივთი, რამაც გაუტეხა სათვალე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ზვიად ქორიძემ დაინახა უკვე ფოიეში გიორგი გახარია, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მას თავის არეში ჰქონდა დაზიანებები. გიორგი გახარია გუშინვე მოათავსეს სამედიცინო დახმარების მანქანის ბრიგადა მოათავსა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში. ჩვენ ჩავწერეთ ექიმი, იგი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას ცხვირის არეში ჰქონდა დაზიანებები და მას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა. სამხარაძე მე მივიდა იმ მაგიდასთან, მე იქიდან წამოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ეგიცნობ ზვიად ქორიძე და დაიწყო გინება ნაციონალური მოძრაობის მიმართ. რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია, წავიდა, აი მივიდა იმ კარებთან, ბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა უკან, მოვიდა და რა თქვი ბიჭო შენ ოცნებაზე, ვისაგინებ შენ? დაიწყო აი ამ სავარძელზე ფეხის შტმა. დაიწყო და უცბად დავინახე, რომ ყველა იმ მაგიდიდან აიშანენ ადამიანები და ახლობით 10-12 კაცი იქნებოდა. იყო მუქარა, იყო გინება და ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, რაღაც ნივთი მომარტყეს, რომელიცაც ეს სათვალე გატყდა და აი აქ მაქვს დაზიანება. ავედი სასტუმროში, როდესაც შევატყობინე ნომერში, როდესაც შევატყობინე მეგობრებს და მე მოვიდნენ ისინი სასტუმროს ფოიში, მეუბნებიან ჩამოდით და აქ უარესი რა ხდება, ჩამოვიდი და დავინახე გიორგი გახარია, რომელიც საკმაოდ მძიმე დღეში იყო. იყო სასწრაფომ შეამოწმა, მე სასწრაფომ მეც გამსინჯა და სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. მოქალაქე შემოყვანილია 02-სა და 34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენთან ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატა
კონსტატირებული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე და თავის ტვინის შეკევა. პაციენტმა თავისი სურვილით დატოვა კლინიკა. დიახ, როგორც გითხარით, შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. ჩვენ რამოდენიმე წუთშივე მოვედით შემთხვევის ადგილას და უნდა გითხრათ, რომ აქ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა. შერატონის ფოიეში იყო მხოლოდ 3 პოლიციელი, რომლებიც ისხდნენ ფოიეში და საგამოძიებო მოქმედებებს არ ატარებდნენ. ჩვენ აქ ფოიეში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვიმუშავეთ, ჩავწერეთ თვითმხილველი ზვიადქორიძე, ასევე გავესაუბრეთ თანამშრომლებს შერატონის და ამის შემდეგ მოვიდნენ უკვე პოლიციელები და ჩვენი აქ ყოფნის დროს, ანუ უკვე დაახლოებით შემთხვევიდან 3 საათი იყო გასული და მას შემდეგ დაიწყეს ყვითელი ლენტის შემოკვრა. ხმაური გავიგე და მომხდარიყო ყველაფერი. შიდა კამერები ამოიხეს. ყველაფერს დეტალური ინფორმაციასთან და გაესაუბრეთ სხვას. ჩვენ არაფერი ინფორმაცია არ არის თქვენი დაცვის ხელმძღვანელი. ისი სამუშაო საათები ამ დროს არა დასვენების სიტუაცია. დაცვის უფროსი ამ წუთებში სად არის? ამ წუთებში აქ იყო ზოგადად ამ პერიოდში დასვენების დრო ხონდა ხალხი. არა, რო იყო სად წავიდა? არ ვიცი ხალხო, არ მოვინფორმირებ. ვინ იყო სუსის თანამშრომლები და პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს თქვენი უფროსი? არ ვიცი. რატომ დაელოდეთ ნივთკიცებების განადგურებას? მოწმენდას რატომ დაელოდეთ? თვითონ შერატონის დაცვის უფროსი სად არის? შერატონის დაცვის უფროსი სად არის? ვინ წაიყვანა შერატონის დაცვის უფროსი? შერატონის დაცვის უფროსი? დიახ, რა ვიცი. ან უშიშროების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვინ წაიყვანა? თქვენ იყავით შესული კამერების სანახავად, ხო? ხალხი ჯერჯერობით ველოდებით მენეჯერს და ნახავთ მაგ ყველა. მენეჯერი ხო წაიყვანეთ პოლიციაში? ბატონო, მენეჯერი ხო წაიყვანეთ? გამოკითხვაზეა და ვნახავთ. გადავდით სამხარაძე გიორგი მანოლიძე და არ ვიცი, მაგის შესახებ მაგის შესახებ არ ვიცი. ჯერჯერობით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მოგახსენებთ შესაბამის პასუხს. ვინცემ არის? მოგახსენებთ პასუხს. კონკრეტულად რა მოხდა და ვინ იყო ამაზე პასუხს ვერ გაგცემ, არ ვიცი და არ ვიყავი ადგილზე, არავინ არ იყო, მარტო იყო გიორგი. კამერებს ამოიღეს პოლიცია, როგორც ვიცი, ამოღებული არა და იმედი არ გაანადგურებდა კამერების ჩანაწერებს და ყველაფერს გავიგეთ ყველა ერთად. აქ ვიყავით სხვათა შორის პოლიციელებმა როგორც წაიყვანეს ამათი უსაფრთხოების უფროსი. და მე შემდეგ არ ვიცი. სად წაიყვანეს არ ბატონო? ვიცი, ჩასვეს რაღაცა თეთრ მანქანაში. მე რჩება შტაბ-ბიშტილება რომ არაფერი აჩატარებ. ისინი ხა გეტყვიან ჩატარდაო, ხა ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში. მტკიცებულებების განადგურებაზე დაზიანებაზეა საუბარი. იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ ამის გაკეთება. იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ამას მოვთხოვავთ, ჩვენ მივუწევთ ცენტრალურ ოფისს შერატონის, რომ თქვათ ზეწოლა განახორციელონ ადგილობრივ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული არის. ამას ჩვენ არავის არ გაუტარებს, იმიტომ რომ ყველაფერზე წამსვლელი არის რეჟიმი. და ეს არის ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინვე იყო ცნობილი და თვითმხილველიც კი ლაპარაკობდა იმ თავდასხმელების შესახებ, რომლებიც თავს დაესხნენ გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს, თუმცა ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დაუსვით პოლიციელებს და ისინი ამ სახელდაგვარებს ვერ აჟღერებდნენ, ამ დრომდეც არ არის ოფიციალური განცხადება ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ჩვენი ინფორმაციით გიორგი გახარია უკვე თბილისში არის გადაყვანილი, მას როგორც გითხარით ცხვირის ძვლის მოტეხილობები აქვს. იგი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში და მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა და აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით შერატონის უსაფრთხოების სამსახურის და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გუშინვე გაიყვანეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და სავარაუდოდ გადამალეს.